ერთმა ავსტრიელმა სტუმარმა, უნივერსიტეტის პროფესორმა თხოვეს რომ წაგვიყვანა ბაზარში. კოლეგები იყვნენ და ძალიან კი მერიდებოდა, მაგრამ ჯერ ნავთლუღში წავიყვანე და მე დაიჩემეს რომ დეზერტირებს წავიყვანე და ბოლოს რომ მიდიოდნენ მითხრეს რომ თქვენ ძალიან შრომელი ერი გვეგონეთო ჩვენო. ეხლა ევროპელია და კულტურულად, იმიტომ რომ თქვენს დიდ ბაზარში ან დეზერტირები იგულისხმა როგორ უნდა იყიდებოდეს ამდენი შუშის ბოსტნეული და რაფინირებული ზეთი. ანუ თურქული ეს ყვითელი წითელი ბულგარულები და რამდენი ზეთიო. ისეთი მდიდარი ქვეყანა გაქვთო და აეროპორტიდან რომ მოვდიოდითო ქუთაისის აეროპორტიდან იმდენი ცარიელი მიწები გაქვთო კილომეტრებითო. და მე დავაკვირდი რომ მივდიოდი ერთხელ და უზარმაზარი ტერიტორია და მიწები ყოფილა დაუმუშავებელი. და ევროპაში აი ტყაველს ვერ ნახავ, ხო? და ამიტომ მართლა რატომ უნდა იყიდებოდეს ამდენი რაფინირებული ზეთი და ყველაფერი ეს არის სახელმწიფოს დავალება. მიწები რომ მარტივად დასამუშავებელი იყოს, გადასახადი რომ ნაკლები იყოს, იგივე დაუშვათ საოცარი მეურნეობა გვაქვს ელკანა, გეუბნება თუ კახურ ღორს გააშენებ, მე შენ მოგცემ ერთ გოჭს, 5 წლის მერე დამიბრუნე ერთი გოჭი. ამაზე მეტი რა შუქნის?